ზუგდიდში იუსტიციის სახლის დასავლეთ რეგიონის სატელეფონო ცენტრი გაიხსნა. მთელი საქართველოს მასშტაბით კი იუსტიციის სახლის 6 ახალი ფილიალი შენდება. ამ და სხვა ახალ პროექტებზე სასაუბროთ კი იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ვახტანგ, საინტერესოა ზუგდიდში იუსტიციის სახლის დასავლეთ რეგიონის სატელეფონო ცენტრი გაიხსნა. რა პროექტზეა საუბარი? თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი მომხმარებელი სარგებლობს მსგავსი სატელეფონო ცენტრის მომსახურები და თუნდაც იგივე საინტერესოა გათვლა რაზეა გაკეთებული, რამდენად გაზრდის დასავლეთ რეგიონის ცენტრის გახსნა მომხმარებელთა მომსახურების ხარისხს. ძალიან საინტერესო კითხვაა, სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდე, მანამდე მოკლე შესავალი მინდა გავაკეთო. თქვენ მოგეხსენებათ იუსტიციის სახლში შეიძლება 500-მდე სერვისის მიღება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა თუ რა წესით, რა ფორმით, რა პროცედურით არის მისაღები, რა პროცედურით შეიძლება მივიღოთ ესა თუ ის სერვისი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ამ კითხვებზე სწრაფად პასუხის გაცემა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. თქვენ ასევე მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სახლს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატელეფონო ცენტრი საქართველოში, მაგრამ ზარების რაოდენობიდან გამომდინარე და საუბარია თვეში 100,000-ზე მეტ განხორციელებულ ზარზე, ბუნებრივია საჭიროება გაჩნდა იმისა, რომ გაზრდილიყო თანამშრომელთა რაოდენობა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა, ვთქვათ, ლოდინის პერიოდზე, რადგან ჩვენთვის ყველაზე ძირითად და მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე მივაწოდოთ მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ამა თუ იმ სერვისთან მიმართებაში. სწორედ აქედან დაიბადა იდეა, რომ ჩვენი სატელეფონო ცენტრი გაფართოებულიყო და ბუნებრივია ამ ნაწილშიც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამეგრელოს რეგიონში გაგვეხსნა წარმომადგენლობა ჩვენი სატელეფონო ცენტრისა, გადავამზადეთ თანამშრომლები და ისინი უკვე მზად არიან და დაიწყეს მუშაობა და ამ რეალურ რეჟიმშიც ცემენ ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებულ პასუხს. ბუნებრივია ეს არ გახლავთ საბოლოო შედეგი, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ და ასევე ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი გვაქვს უკვე ვთქვათ დაგეგმილი. მაგალითისთვის მინდა გამოვყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩატში, ანუ იცით რომ გარდა სატელეფონო ზარის განხორციელებისა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მოიწეროს იუსტიციის სახლში და ის პასუხს იღებს ჩვენი თანამშრომლის მონაწილეობით და ჩართულობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ ამ ნაწილშიც ვიყოთ, ასე ვთქვათ, ის დაწესებულება, რომელიც მიყვება ტექნოლოგიურ განვითარებას და აქედან გამომდინარე გვინდა რომ ხელოვნური ინტელექტი დავნერგოთ, ვთქვათ, ჩატის ნაწილში. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე იუსტიციის სახლმა განახორციელა და ამის პრეზენტაცია ჰქონდა სწორედ ზუგდიდში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მინისტრთან ერთად. საინტერესოა. ფილიალებზე ვსაუბრობ და ძალიან ხშირად ისმის, რომ იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა, ან იგეგმება გახსნა, ან მიმდინარეობს მშენებლობა. საინტერესოა, უახლოეს ხანებში სად იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა იუსტიციის სახლის? კი ბატონო, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია კონკრეტულ სერვისთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, სატელეფონო გზით ინფორმაციის მიწოდება, ასევე განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მივა, მან სწრაფად მიიღოს სერვისი და ბუნებრივია სერვისი იყოს ხარისხიანი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენ ორი ძირითადი, ვთქვათ, პროექტი გაგვაჩნია. ერთი ეს არის იუსტიციის სახლების მშენებლობა და თქვენ როცა იკითხეთ თუ სად ვაპირებთ გახსნას იუსტიციის სახლისა, მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასევე გუშინ გავხსენით ტოლებში, იმერეთში ახალი იუსტიციის სახლი, რომელიც ზუსტად იგივე 500-ვე სერვისით არის აღჭურვილი და მოქალაქეებს შეუძლია მიაწოდოს ეს სერვისები, როგორც ვთქვათ, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი. რაც შეეხება შემდეგ ფილიალს, სექტემბრის ბოლოს, ამ თვის ბოლოს უკვე დაგეგმილია გლდანის იუსტიციის სახლის მშენებლობა. თქვენ მოგეხსენებათ მშენებლობა დასრულება და გახსნა. ჩვენთვის მთავარია ის, რომ მოქალაქე, რომელიც იუსტიციის სახლში მოდის, მას
არ მოუწიოს ლოდინი, ბუნებრივია მოგეხსენებათ თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ გდანის იუსტიციის სახლი ბევრად უფრო განტვირთავს ლოდინის რეჟიმს ცენტრალური იუსტიციის სახლში და ეს კიდევ რა თქმა უნდა აისახება კონკრეტული სერვისის გაცემის დროსთან და ბუნებრივია ხარისხთანაც. ეს არ არის დასასრული, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურ მშენებლობას ვაწარმოებთ ხელვაჩაურში და დაახლოებით წლის ბოლოსთვის ხელვაჩაურსაც ექნება ახალი იუსტიციის სახლი, ასევე მშენებლობები მიმდინარეობს ზოჩში, მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთასა და ახმეტაში. ასევე გუშინ წინ მქონდა დავაანონსეთ, ასე ვთქვათ, მშენებლობის დაწყების პროცესი წალენჯიხაში და ბუნებრივია თვის ბოლომდე კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს გამცნობთ ახალ იუსტიციის სახლებთან მიმართებაში. თვითონ ამ ახალ სახლში იუსტიციის ფილიალში ისევე როგორც ცენტრალურ ოფისში 500-მდე მომსახურების სერვისის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა თუ არ ვწდები უკვე აშენებული სახლი არ ნიშნავს რომ იქ დასრულებულია სამუშაო, ბათუმში იმყოფებოდით, სადაც კიდე ცალკე სერვისი გაიხსნა, სივრცე გაიხსნა, თუ არ ვწდები კაფე, რას მოიცავს ეს კონცეფცია, ახალი კონცეფცია თუ არ ვწდები იუსტიციის სახლებში, რას მოიცავს ეს კონცეფცია, საინტერესოა. თქვენ საუბრობთ Just Cafe-ზე და ანუ მარტივად შეიძლება ვთქვათ, როცა იუსტიციის სახლზეა საუბარი, პირველი შთაბეჭდილება რაც უნდა გაგვიჩნდეს, არის ის, რომ ხარისხიანი სერვისი, ამ სერვისის სწრაფად მიწოდება და კომფორტი სერვისის მიწოდების პროცესში. Just Cafe-ც სწორედ ერთ-ერთი ეს პროექტია, ჩვენი ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია, რომელიც მანამდე დანერგილი იყო თბილისის იუსტიციის სახლში და ბათუმის ცენტრალური იუსტიციის სახლში. თქვენ მოგეხსენებათ, წინა წლის ბოლოს ჩვენ გავხსენით მეორე იუსტიციის სახლი ბათუმში და იქაც გუშინ სწორედ იყო პრეზენტაცია ჩვენი ამ ინოვაციური პროექტისა, რომელსაც Just Cafe ქვია. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა და პარალელურ რეჟიმში აიღოთ პირადობის მოწმობა, პასპორტი და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს პროექტიც ორიენტირებულია თავიდან ბოლომდე მოქალაქის, ასე ვთქვათ, მოქალაქისადმი სერვისის სრულყოფილად მიწოდების კუთხით და ეს არ არის ვთქვათ ის წერტილი, სადაც ჩვენ დავასრულეთ ამაზე ზრუნვა და ამაზე ფიქრი. მე ახლა მაგალითად გერთვებით ბიზნეს ასისტენტის სივრციდან, ბიზნეს ასისტენტიც ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია, რომელიც ეხლახანს დაინერგა იუსტიციის სახლში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბიზნესს და ბიზნესისთვის ჩვენი სერვისების კომფორტულად მიწოდებას. ასე რომ ჩვენ ვართ ის დაწესებულება, რომელიც მოქალაქეებს თავაზობს კომფორტულ გარემოს, სერვის, ხარისხიან სერვისს, მაგრამ ასევე ვართ დაწესებულება, რომელიც ზრუნავს ყოველდღიურ რეჟიმში ამ სერვისების განვითარებაზე და ამ სერვისების სრულყოფაზე. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველა პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია საუბრობდა რეგიონების დროის პირდაპირ ეთერში.